ერთშემდგარი დამხობის საქმე 46 ბრალდებული და სხდომების საქალაქო სასამართლოში. კიდევ 2 პროცესი დღის განმავლობაში. პატიმრობაშიც ერთ გირაო. ხოდით რომ გამოყენებული ყოფილიყო გირაო, ჯანმრთელობის პრობლემები აქვს. ბრალდებულს შეექმნა კონკრეტული პრობლემები დაკავების იზოლატორში. მიღებული გადაწყვეტილება, რომ მის მიმართ მოგეთხოვა უფრო მსუბუქი აღკვეთი ღონისძიება. გაიზრდება თუ არა დამნაშავე პირთა წრე. რას გადაურჩა ქვეყანა 4 ოქტომბერს აქტივისტებისა და პოლიტიკოსების პარალელები ნეპალში განვითარებულ ძალადობრივ მოვლენებთან. უმარტავი ხალხი ჩვენ ვნახეთ ნეპალში რაც ხდება. აი მაშინ მართალად გაასწრებენ ჩვენ. ოპოზიციის დუმილი, ვის ეკისრება პასუხისმგებლობა. 5,000 ადამიანი მივიდა დამხობის აქციაზე სრულიად შეგნებულად. რა თქმა უნდა, მორალური პასუხისმგებლობა იმ ყველაფერზე, რაც მოხდა 4 ოქტომბერს, ეკისრება უფლებულ ადამიანს, რომელიც იყო მისული მათ მიმართ, მოქმედებს სამართლებრივი ზომები. შავი ზღვის რეგიონისა და აღმოსავლეთ ევროპის ყველაზე მასშტაბური და მრავალფეროვანი ფესტივალი. ერთი საუკეთესო ორგანიზებული და კარგი პლატფორმა არის. 9 წლიანი ისტორია გრძელდება. 600-მდე მეღვინე და მეწარმე წელს ისევ გურჯაანმა გააერთიანა. ყოველწლიურად უფრო და უფრო იზრდება მასშტაბები ფესტივალი. საღამო მშვიდობისა, ეს კურიერია 9 საათზე, მე იზი ბურნაძე ვარ, ვაჯამებ დღის მნიშვნელოვან სიახლეებს. საქართველოს საფეხბურთო ნაკრები ესპანეთის პირისპირ მსოფლიო ჩემპიონატის შესარჩევი ჯგუფური ეტაპი და 2 საათზე ნაკლები დიდ დაპირისპირებამდე. საფეხბურთო სამყაროს ყურადღების ცენტრში ესპანეთი და ქალაქი ელჩია. ჯვაროსნები მესამე შეხვედრისთვის ემზადებიან. განწყობა პოზიტიურია, ოპტიმისტურ მოლოდინს კი ნაკრების შემადგენლობა ქმნის. ოთარ კიტაიშვილი დაბრუნდა, გუნდს დაეხმარება ლაშა დვალიც. ჩვენ არა, თუმცა საკადრო პრობლემები აქვს მეტოქეს ესპანეთის ნაკრებს 5 ძირითადი ფეხბურთელი გამოეთიშა. რაც შეეხება გამოცდილებას, 8 შეხვედრა, მათ შორის ბოლო ევროპის 2024 წლის ჩემპიონატზე საქართველოს ნაკრები მოწინააღმდეგე გუნდს კარგად იცნობს. კარგად იცის საკუთარი ძალა მე-12 მოთამაშემაც გულშემატკივარები ნაკრების გამხნევებას ესპანეთში და საქართველოდანაც შეეცდებიან. ესპანეთშია კურიერიც, ტრადიციულად ლაშა დვალიშვილი უნდა ჩავთოთ ახლა პირდაპირ ეთერში. ლაშა, ჯერ ადრეა რომ ვიცოდეთ ძირითადი შემადგენლობა, თუმცა მოვისმინეთ სანიოლის განცხადება. ვნახავთ თუ არა დღეს კვარაცხელია სტადიონზე. იზი მოგესალმები, მივესალმები კურიერის მაყურებელს. რასაკვირველია ეს კითხვა, ბოლო დღეების ყველაზე აქტუალური კითხვა. თავისთავად ცხადია დღეს აი ამ წუთებში იმის თქმა, რომ ხვიჩა კვარაცხელია იქნება ძირითად შემადგენლობაში, ჩემი მხრიდან არ იქნება სწორედ და ბუნებრივია, ამას არც გავაკეთებ, თუმცა არ არსებობს არც ერთი მიზეზი იმისა, ტრავმების კუთხით გულისხმობ, რომ ხვიჩა კვარაცხელია არ გამოვიდეს დღეს მოედანზე. ერთადერთი რატომაც შეიძლება რომ თქვა ხვიჩამ არ ითამაშოს ძირითად შემადგენლობაში, ეს არის მომდევნო მატჩი თურქებთან და ეს შეიძლება იყოს ტაქტიკური მონახაზი საქართველოს ეროვნული ნაკრების მთავარი მწვრთნელის ვილი სანიოლის გამომდინარე იქიდან, რომ იცით, რომ კვარაცხელიას ჰქონდა ტრავმა, მიუხედავად ამისა, იგი რამდენიმე დღეა გუნდთან ერთად ესპანეთში იმყოფება და აბსოლუტურად სრული დატვირთვით ვარჯიშობს, თუმცა შესაძლებელია არ გამოურიცხავ იმას და ეს იყოს ტაქტიკური სულა, რომ სანიოლმა დასვას ხვიჩა კვარაცხელია მხოლოდ და მხოლოდ იმიტომ, რომ ჩვენ არანაკლებ და პრინციპში უნდა ითქვას, რომ გაცილებით უფრო მძიმე და სატურნირო თვალსაზრისით პრინციპული დაპირისპირება გველის თურქეთის ნაკრებთან, რომელთანაც უშუალო კონკურენციაში ვართ შესულები და მეორე ადგილი სწორედ მათთან ბრძოლაში უნდა მოვიპოვოთ. თუმცა უნდა ითქვას ისიც, რომ რასაკვირველი არ შეიძლება იმის გამორიცხვა, რომ ხვიჩა კვარაცხელია სასტარტოში დაიწყოს თამაში და ბუნებრივია ძალიან დიდი თავსატეხი შეუქმნას ესპანეთის ნაკრებს, ძალიან ძლიერ ნაკრებს და თქვენ შესავალში აღნიშნეთ, რომ ესპანეთის ნაკრებს არ ყავს 5 ფეხბურთელი, არ ყავს ძალიან ბევრი ლიდერი ესპანეთის ნაკრებს მასპინძელ გუნდს, თუმცა ეს არ ნიშნავს იმას, რომ ჩვენ ამ ფაქტმა უნდა მოგცეს მოდუნების საშუალება არავითარ შემთხვევაში და შესაბამისად ის მოლოდინი, რომ რახან ეს ფეხბურთელები არ არიან ესპანელთა რიგებში, ჩვენ უპირობოდ უნდა გავიმარჯვოთ დღევანდელ შეხვედრაში. მე ვფიქრობ, რომ ცდარია, რასაკვირველია ყველას გსურს საქართველოს ნაკრების გამარჯვება, მაგრამ ბრძოლა იქნება ძალიან რთული, რადგან ის ფეხბურთელები, რომლებიც ტრავმების გამო არ თამაშობენ ესპანეთის ნაკრების
შემადგენლობაში. დღევანდელ შეხვედრაში მათ ჩაანაცვლებენ ის მოთამაშეები, რომლებსაც აქვს დასამტკიცებელი, ასე რომ მათი мотиваცია ძალიან დიდი იქნება საქართველოს ნაკრების წინააღმდეგ. თუმცა აქ მთავარი არის საქართველოს ნაკრები, ესპანეთის ნაკრებმა მიხედოს თავიანთ თავს, ჩვენთვის სასიხარულო, რასაც ასევე თქვენ ხაზი გაუსვით, არის ის, რომ დაუბრუნდა გუნდს ოთარ კიტეიშვილი, რომლის ყოფნაც მინდორზე აბსოლუტურად სხვა დატვირთვას ძენ საქართველოს ნაკრებს. კიტეიშვილთან ერთად ჩვენი გუნდი სულ სხვაა და მის გარეშე სულ სხვა. დაუბრუნდა ლაშადვალი, ჩვენ დანაკლისი გვაქვს გიორგი ჩაკვეტაძის სახით და არ იქნება ასევე ლუკა ლოჩოშვილი, რომელსაც დისკვალიფიკაცია აქვს, თუმცა განწყობა მაინც ოპტიმისტურია. ეს არის ელჩეს ცენტრალური სტადიონის მიმდებარე ტერიტორია, სადაც გულშემატკივარმა დაახლოებით 2 საათის წინ დაიწყო შეკრება და უნდა გითხრათ, რომ პრინციპში ეს გასაკვირიც არ უნდა იყოს, რომ ესპანელი გულშემატკივარი ჭარბობს აქ და თავისთავად ცხადია, ეს ასეც იქნება. ტრიბუნაზე გაცილებით მეტნი იქნებიან ესპანელები, თუმცა არც ქართველების სიმცირე იქნება, მით უმეტეს ჩვენ ახლა ვართ იმის მოლოდინში, რომ დაახლოებით 150 ქართველი გულშემატკივარი უნდა მოვიდეს სტადიონზე, თუმცა კადრში ალბათ ხედავთ ქართველ გულშემატკივრებს, ძალიან ბევრი ქართველი გულშემატკივარი იმყოფება უკვე სტადიონის მიმდებარე ტერიტორიაზე, აიქითაც შეგვიძლია გადავინაცვლოთ და გიჩვენოთ და ამავდროულად გეტყვით იმასაც, რომ ჩვენ წუთი-წუთზე ველით ასევე ორივე ნაკრების გამოჩენას, როგორც ესპანეთის, ასევე საქართველოს ნაკრების და როგორც უკვე აღნიშნე, ქართველი გულშემატკივარის მრავლად არის ელჩეს სტადიონის მიმდებარე ტერიტორიაზე, კიდევ უფრო მრავლად ვიქნებით და მე ღრმად მწამს, რომ შეიძლება ტრიბუნებზე კომაგობაში ვერ დავჯაბნოთ ესპანეთის ნაკრების კომაგი, თუმცა ქართველები და ქართველი ფეხბურთელები აუცილებლად გაიგებენ ქართველი გულშემატკივრების ხმას და შესაბამისად თავს ნამდვილად არ იგრძნობენ ეულად. ჩვენ შეგვიძლია მოვისმინოთ ჩვენი გულშემატკივრების კომენტარები, რომლებიც საკმაოდ ოპტიმისტურად არიან განწყობილები და ამ ოპტიმიზმს მათ უქმნის ის გარემო, რომ თავად ფეხბურთელები არიან ძალიან ოპტიმისტურად განწყობილები და საბრძოლო განწყობით არიან ჩამოსულები და გეგმავენ მოგებასაც. განწყობა არის უმაღლესი, ველოდებით აუცილებლად წარმატებულ შედეგს მინიმუმ პრემაინც, იმიტომ რომ აუცილებლად გჭირდება ხულა მაინც აქედანო წავიღოთ ჩვენი კვალიფიკაციისთვის და გაგვიმართლა ბევრი აკლია, ესპანეთის ნაკრებს ბევრი მოთამაშე და იმედია რომ ჩვენ სასიკეთო დამთავრდება დღევანდელი შეხვედრა. დაგება არ განიხილება, მოსაგებადად ჩამოსულები, მანდა დამთავრებულია ყველაფერი. ვიგებთ ესპანეთის ძალიან ბევრი მოთამაშე არ გამოდის, ძლიერი მოთამაშე დღეს და შანსები უფრო იზრდება და იმედი გვაქვს რომ მოვიგებთ. დარწმუნებული ვარ, რომ საქართველოს ნაკრები გაიმარჯვებს, თან ანგარიშვილს ახირო 2-1 და წარმატებებს უსურვებ ჩვენ ბიჭებს და რა თქმა უნდა ძალიან საქართველოს. წარმატებები ჩვენს ბიჭებს, კიდევ ერთხელ და რა ვიცი, აუცილებლად მოვიგებთ. საუკეთესო განწყობით ვართ, მოსაგებად ვართ მოსული, ორივე მატჩი გადამწყვეტი იქნება ჩვენთვის და ვეცდებით რომ 6 ქულა ავიღოთ და ისე წავდაბრუნდეთ სახლში. მოკლედ აი ესეთია მატჩის წინა სამატჩო განწყობა ქართველი გულშემატკივრების და მე კიდევ ერთხელ ვიტყვი რომ აქ ტურისტად ჩამოსული არავინ არ არის საქართველოს ნაკრების ფეხბურთელებს გულისხმობ ამ შემთხვევაში და მათი ეს განცხადებები წინა სამატჩო რომ აქ ჩამოსულები არიან მხოლოდ იმისთვის რომ სათანადო დონეზე წარმოაჩინონ თავი და მოიპოვონ გამარჯვება, ეს აძლევს აი ამ გულშემატკივარს იმის საფუძველს რომ იყოს ზუსტად ისეთივე განწყობაზე როგორზეც არის საქართველოს ნაკრები. ჩვენ ერთხელ უკვე დავამარცხეთ ესპანეთის ნაკრები აქ მათ მიწაზე, მაშინ რატომ არ შეიძლება რომ დღესაც დავამარცხოთ და ჩვენს აქტივში ესპანელებთან ჩავიწეროთ მეორე გამარჯვება. მოკლედ, მე პირადად ამ იმედით გემშვიდობები და არ დაგაუსწრეთ რომ 14-ში ჩვენ გველის არანაკლებ მძიმე შეხვედრა ეს იქნება თურქეთის ნაკრებთან. თუმცა ამაზე მომდევნო დღეებში ვისაუბროთ. დღეს კი ჩვენთვის დასაძლევი ბარიერი ესპანეთის ნაკრებია. წარმატებები ჩვენს ნაკრებს და მადლობა ლაშადვალიშვილს. ნახოთ რა შედეგით დასრულდება მატჩი. ოპოზიციამ კი საკუთარ ანგარიშზე მორიგი მარცხი გაიფორმა. დამხობის გეგმა ჩავარდა, განსასჯელის სკამზე აღმოჩნდა 46 ბრალდებული, თუმცა დამნაშავე პირთა წრე შესაძლოა კიდევ გაიზარდოს. 4 ოქტომბრის აქციაზე გამოძიება 4 მუხლით მიმდინარეობს, მათ შორის განსაკუთრებული მნიშვნელობის ობიექტების ჯგუფურად ხელში ჩაგდების მცდელობა და ჯგუფურ ძალადობაში მონაწილეობა და ორგანიზება. საქალაქო სასამართლო დაკავებულების საქმეებს განიხილავს დღეს საპატიმრო, ერთ-ერთმა დაკავებულმა გირაოს გადახდის შემდეგ დატოვა. მოსამართლემ პროკურორის შუამდგომლობა გაითვალისწინა, რაც ია დარახველიძის ჯანმრთელობის მდგომარეობით აიხსნა.
დანაშაულს თავს ვერავინ არიდებს. ასეთია ხელისუფლების პოზიცია, სადაც განმარტავენ, რომ 4 ოქტომბრის საღამოს აქციაზე მისულმა ყველა პირმა იცოდა, სად და რაზე მიდიოდნენ. ნანა გოგატაძეს ვთავთ კურიერის პირდაპირ ეთერში. ნანა, რა შედეგებით დასრულდა დღევანდელი სასამართლო პროცესები? თბილისის საქალაქო სასამართლოს განსასჯელის სკამზე დღეს ძალადობრივ აქციაში მონაწილე 8 პირი იჯდა. აქედან 7 მოსამართლის გადაწყვეტილების შესაბამისად აღკვეთის ღონისძიების სახით პატიმრობა დაეკისრა, ერთი კი გირაოს სანაცვლოდ გათავისუფლდა. ახლა საქმე არსებითად განხილვის ეტაპზე გადადის, რაც იმას ნიშნავს, რომ მხარეები დაიწყებენ მტკიცებულებათა გამოკვლევა. სახელმწიფო ბრალდების განცხადებით კი მრავალტომიან საქმეში არაერთი მტკიცებულება დევს, მათ შორის არის სხვადასხვა ეთერების პირდაპირ ეთერში გასული კადრები, რომელიც 4 ოქტომბერს პრეზიდენტის რეზიდენციასთან არსებულ რეალობას ასახავს. სასჯელ აღსრულების დაწესებულება ძალადობრივ აქციაში მონაწილე იადა არახველიძემ თბილისის საქალაქო სასამართლოს გადაწყვეტილებით და გირაოს გადახდის შემდეგ დატოვა. მოსამართლემ ზია გარშაულიშვილმა სრულად გაიზიარა სახელმწიფო ბრალდების შუამდგომლობა და მას აღკვეთის ღონისძიების სახით 10,000 ლარის ოდენობით საპატიმრო გირაო დააკისრა. დარახველიძის უფლებადამცველმა პროცესზე განმარტა, რომ ბრალდებულს აქვს ჯანმრთელობის პრობლემები. წარმოადგინა შესაბამისი სამედიცინო დოკუმენტებიც. ვითხოვდით, რომ გამოყენებული ყოფილიყო გირაო ან ნებისმიერი სხვა კიდე დამატებითი ღონისძიება, გარკვეული ჯანმრთელობის პრობლემები აქვს, რომელიც გაჟღერდა კიდე სასამართლოს დარბაზში, მით უფრო რადგანაც გაზიარებული იქნა, კიდე უფრო სიღრმეში აღარ ვთვლი საჭირო ჩასვლას. იადა არახველიძესთან ერთად თბილისის საქალაქო სასამართლოს განსასჯელის სკამზე დღეს კიდევ 3 პირი იჯდა. სამივე მათგანი მოსამართლის გადაწყვეტილებით პატიმრობაში დარჩა. პროკურატურა თავდაპირველად 4-ვე ბრალდებულისთვის პატიმრობას ითხოვდა, თუმცა იადა არახველიძის ჯანმრთელობის მდგომარეობასთან დაკავშირებული ინფორმაციის გადამოწმების შემდეგ სახელმწიფო ბრალდებამ პოზიცია შეცვალა. იადა არახველიძეს ჰქონდა ჯანმრთელობის განსაკუთრებული მდგომარეობა, ანუ უარყოფითი მდგომარეობა, აღნიშნულთან დაკავშირებით გუშინ გვიან წარმოადგინა დაცვის მხარემ შესაბამისი ინფორმაცია და დღეს დაცვის მხარემ ასევე აღკვეთი ღონისძიების ხდომაზე განაცხადა, რომ ბრალდებულს შეექმნა კონკრეტული პრობლემები დაკავების იზოლატორში. აღნიშნული ინფორმაციის ისწორე მყისიერად იქნა გადამოწმებული ბრალდების მხარის მიერ და მაშინვე იქნა მიღებული გადაწყვეტილება, რომ მის მიმართ მოგვეთხოვა უფრო მსუბუქი აღკვეთი ღონისძიება არა პატიმრობის, არამედ გირაოს სახით, რაც სასამართლომ დააკმაყოფილა. როგორც პროკურატურა მოითხოვს და გავრცელდა ეს უწყების მოთხოვნაში, ჩვენც კიდევ ერთხელ მოუწოდებთ საზოგადოებას, რომ მსგავსი შემთხვევის, მსგავსი სპეციფიური ჯანმრთელობის მდგომარეობის ან სხვა პიროვნული მახასიათებლების არსებობის შემთხვევაში მოგვაწოდონ მყისიერად დეტალური ინფორმაცია, რასაც აუცილებლად მივიღებთ მხედველობაში შედარებით მსუბუქი აღკვეთი ღონისძიების მოთხოვნის სახით. დღესვე თბილისის საქალაქო სასამართლოში ძალადობრივ აქციაში მონაწილე კიდევ 4 პირის პროცესი ჩატარდა. მოსამართლე ეკა ბარბაქაძემ ყველა მათგანს პატიმრობა შეუფარდა. აღკვეთის ღონისძიების სახით პატიმრობა განესაზღვრა ავთანდილ სურმანიძეს, რომელიც ბათუმელი აქტივისტია და წლები უკრაინაში იბრძოდა. პროკურატურის მიერ გავრცელებული ვიდეოს მიხედვით ის სამართალდამცველების მიმართულებით სავარაუდოდ ქვებს ისვრის. წინასწარ პატიმრობაში რჩება ამირან დოლიშვილიც. ვიდეოში ჩანს, რომ ბრალდებული ჯერ ურბელიანის სასახლის წინ დგას. მოგვიანებით კი სხვებთან ერთად საპრეზიდენტო რეზიდენციის ეზოში ინაცვლებს. ჩვენ გადავეცით ბრალდების მხარესაც შესაბამისი სამედიცინო დოკუმენტაცია, რაც წარმოადგენთ სასამართლოში, კონკრეტულად ჩემი დაცვაში მყოფს აქვს გაკეთებული გასულ წელს საკმაოდ რთული ქირურგიული ოპერაცია, რომლის შემდგომაც სისტემატური ყურადღება და მოვლითი მკურნალობა ესეჭიროება. სახელმწიფო ბრალდებამ ჯერ კიდევ გუშინ გაავრცელა ოფიციალური განცხადება და მოუწოდა დაცვის მხარეს, რომ არსებობის შემთხვევაში დაკავებულების ჯანმრთელობის მძიმე მდგომარეობის დამადასტურებელი დოკუმენტები წარმოედგინათ. პროკურორის თქმით, ადვოკატებმა მათ ეს ინფორმაცია მხოლოდ დღეს გადასცეს. უწყება გადაწყვეტილება სამედიცინო დოკუმენტაციის შესწავლის შემდეგ მიიღებს. ბრალდებულის ადვოკატებთან გვაქვს აქტიური კომუნიკაცია. შევისწავლით მათ მიერ წარმოდგენილ სამედიცინო დოკუმენტაციას, რამდენად შეუთავსებელია მათი ჯანმრთელობის მდგომარეობა პენტენციურ დაწესებულებაში ყოფნასთან და მივიღებთ შესაბამის გადაწყვეტილებას. სასამართლომ სრულად გაიზიარა ბრალდების მხარის პოზიცია, მათი მხრიდან ახალი დანაშაული ჩადენის, ასევე მიმავის საფრთხეზე მითითებით, ასევე მტკიცებულებაში მოპოვების ხელი შეშლის საფრთხეზე მითითებით. მოცემულ სამართალქმეზე არსებობს არაერთი მტკიცებულება, როგორიც გახლავთ ვიდეო ჩანაწერები, ექსპერტიზის დასკვნები,
გამოკითხვის ოქმები და სხვა მტკიცებულებათა ერთობლიობა. ბოლო დღეების განმავლობაში ჩატარებული სპეცოპერაციების შედეგად სამართალდამცველებმა ძალადობრივ აქციაში მონაწილე 46 პირი დააკავეს. მათ შორის არიან აქციის ორგანიზატორებიც. გამოძიებას სახელმწიფო ხელისუფლების დამხობისკენ მოწოდების, ჯგუფური ძალადობის, ორგანიზების და მასში მონაწილეობის, სტრატეგიული ობიექტის ხელში ჩაგდების, მცდელობისა და სხვისი ნივთის დაზიანების მუხლებით მიმდინარეობს. ბრალდებულთა ნაწილი დანაშაულს არ აღიარებს, ნაწილი კი დუმილის უფლებას იღენებს. ძალადობრივ აქციასა და მასში მონაწილეებთან დაკავშირებით დღეს კომენტარი პრემიერ-მინისტრმა გააკეთა. ირაკლი კობახიძემ თქვა, რომ ყველა პირი ინფორმირებული იყო იმასთან დაკავშირებით, რომ დღეს არსებობს უფრო მძლავრი მექანიზმები ადამიანთა იდენტიფიცირებისთვის და ეს პროცესი ახლაც მიმდინარეობს. შესაბამისად, ირაკლი კობახიძის განცხადებით მოსალოდნელია და ლოგიკურიც არის ის, რომ ბრალდებულთა და დაკავებულთა რაოდენობა კიდევ უფრო გაიზრდება. ჩვენ ვაფრთხილებდით ყველას იდენტიფიცირების შესაძლებლობებთან დაკავშირებითაც. ყველას ვაფრთხილებდით, რომ ქონდა მოძალადეების იდენტიფიცირების კიდევ უფრო მეტი რესურსი, ვიდრე ქონდა მანამდე. აქედან გამომდინარე, რა თქმა უნდა, ყველა მოძალადე, ვინც იქნება იდენტიფიცირებული, მიეცემა პასუხისმგებაში. შესაბამისად, ლოგიკურია, რომ უნდა ველოდოთ რიცხვის გაზრდას. კიდევ ერთხელ გავიმეორებ, რომ ასეთი რამ არ შეიძლება მარტივად გაატაროს სახელმწიფომ, როდესაც ხორციელდება ასეთი მასშტაბის ძალადობა სახელმწიფოზე, სახელმწიფო ინსტიტუტებზე. რა თქმა უნდა, იქ რეაგირება არის პრინციპულად მნიშვნელოვანი იმისათვის, რომ მომავალში დავაწყოთ სახელმწიფო ასეთი ტიპის მცდელობებისგან და ამას რა თქმა უნდა ბოლომდე მივყვანთ. ხედავთ, რომ არავითარი საპროტესტო მუხტი არ არსებობს, არის 500 უცხოელი აგენტი, რომელთა მეშვეობითაც ცდილობენ რაღაც ნაგვარცხალივით შეინახონ ეს პროტესტი. სინამდვილეში საზოგადოებაში არავითარი პროტესტი არ არსებობს და ამას ადასტურებს მათ შორის ისიც, რომ ამ არჩევნებში ქართულმა ოცნებამ მიიღო ამორჩეულთა ხმების 82%, ჩვენ მივიღეთ 1,100,000-ზე მეტი ხმა. ასეთ ვითარებაში, რა თქმა უნდა, ასეთ ხელოვნურ პროტესტის ცდილობებს ვერ ექნება ვერავითარი წარმატების პერსპექტივა. ძალადობრივ აქციაში მონაწილე 46 ადამიანი ახლა სასამართლოს ვერდიქტის მოლოდინშია. ბრალის დამტკიცების შემთხვევაში ნაწილს 6, ნაწილს კი 9 წლამდე პატიმრობა ემუქრებათ. მადლობა კურიერის პირდაპირ ეთერში ნანა გოგატაძე საუბრობდა. პირველი რეაგირება საქართველოს პრემიერ-მინისტრის განცხადების შემდეგ 4 ოქტომბერს ხელისუფლების გადაყენების მცდელობის ფონზე განვითარებულ არეულობასთან დაკავშირებით სამხრეთ კავკასიაში ეუთოს საპარლამენტო ასამბლეის სპეციალურმა წარმომადგენელმა ლუის გრაჩამ შეშფოთება გამოთქვა. განცხადებას ეუთოს საპარლამენტო ასამბლეის პრესსამსახური აღწელებს. ლუის გრაჩა წერს, რომ შეშფოთებას იწვევს ძალადობა არჩევნების შემდეგ. ის მოუწოდებს მხარეებს თავის შეიკავონ ძალადობის ნებისმიერი ფორმისგან, ასევე მოუწოდებს ყველა პოლიტიკურ ძალას აიღონ ვალდებულება იმუშაონ ლეგიტიმური პოლიტიკური პროცესების მეშვეობით. მისივე თქმით, ეუთოს საპარლამენტო ასამბლეა ხაზს უსვამს, რომ დემოკრატიული მმართველობა უნდა ეფუძნებოდეს კანონს, ანგარიშვალდებულებას და მშვიდობიან პოლიტიკურ დიალოგს. 4 ოქტომბრის დამხობის მცდელობისა და ძალადობრივი პროცესების შემდეგ განცხადება საქართველოს პრემიერ-მინისტრმა გააკეთა და თქვა, რომ კონკრეტულ დიპლომატებსა თუ ბიუროკრატებს პასუხისმგებლობა ეკისრებათ კაფიოდ გაემიჯნონ ძალადობას. მე ღრმად შეშფოთებული ვარ საქართველოში ადგილობრივი არჩევნების შემდეგ მზარდი დაძაბულობითა და ძალადობით. ამ გრძნობიარე მომენტში მოუწოდებ ყველა დაინტერესებულ მხარეს თავი შეიკავონ ძალადობის ნებისმიერი ფორმისგან და მოუწოდებ ყველა პოლიტიკურ ძალას აიღონ ვალდებულება ლეგიტიმური პოლიტიკური პროცესების მეშვეობით იმუშაონ. სანამ სასამართლო დაკავებულების სამართლებრივ პასუხისმგებლობაზე მსჯელობს, ვერ შემდგა რევოლუციაზე ოპოზიცია პოლიტიკურ პასუხისმგებლობას ისევ უავტოროდ ტოვებს. ოპოზიციაში ურთიერთბრალდებები არ წყდება, ქვეყნის პირველი კანონმდებელი კი ბრალეულობა გაქცეულებს სამართლებრივთან ერთად მორალურ პასუხისმგებლობაზეც მიუთითებს. პარლამენტის თავმჯდომარე ოპონენტებს ვიდეო არქივით ახსენებს, რომ აქციაზე მისულმა ყველა რისკი კარგად იცოდა, მათ შორის ისიც, რომ ქვეყანას ქაოსისთვის წირავდნენ. საქართველოში ნეპალის სცენარი ჩავარდა. ვერ შემდგარი დამხობის სამზადისში მონაწილე პარტიებს კი მარცხის შემდეგ საკითხზე საუბარი აღარ სურთ. 4 ოქტომბერს 4 საათზე დაანონსებული ვერ შემდგარი დამხობა და პარალელები ნეპალში განვითარებულ მოვლენებთან. Facebook-ზე გამოქვეყნებულ განცხადებაში პარლამენტის თავმჯდომარე აქცენტს ოპონენტების იმ გეგმებზე აკეთებს, რომლებიც მისივე თქმით ქვეყანაში ქაოსს და არეულობას გამოიწვევდა. შალვა პაპუაშვილი წერს, რომ საქართველოს 90-იანებში დაბრუნებას გადაურჩა. ხელისუფლების დამხობის გეგმის ავტორები კი დამარცხდნენ.
ყველაფერი იცოდნენ რომ 4-4 საათზე ნეპალის მოსაწყობად იკრიბებოდნენ, იცოდნენ რომ თუ მიზანს მიაღწევდნენ და ხელისუფლებას დაამხობდნენ, თავის შავს ძიებს ამოიღებდნენ და სულ სახელ-სახელ გაივლიდნენ ვინ რომელ ბოძზე ჩამოეკიდათ და ვის ოჯახს სად მივარდნოდნენ. კედელთან მიაყენებდნენ მათ სამიზნეებსაც და ყველას, ვინც მათ გამოისარჩლებოდა. ერთნი იმოქმედებდნენ, მეორენი ტაშ დაუკრავდნენ, მესამენი მობილურით გადაუღებდნენ. ზიზღი ხომ საკუთარ ლეგიტიმურ უფლებად მიაჩნიათ. ეს იცოდა 4-4 საათზე შეკრებილმა თითოეულმა ადამიანმა, პოლიტიკოსმაც და NGO-შნიკმაც, ზრდასრულმაც და ახალგაზრდამაც, ექიმმაც და ინჟინერმაც. იცოდნენ რომ ქვეყანას ქაოსისთვის წირავდნენ, იცოდნენ და მაინც მივიდნენ. ნეპალი ვერ შედგა, სისხლი ვერ დაიღვარა. ქვეყანა ქაოსს და 90-იანებში დაბრუნებას გადაურჩა. ქვეყნის მომავლის დამამხობლები დამარცხდნენ. ყველას ჰქონდა არჩევანი, აყოლოდა ან არ ყოლოდა. მისულიყო 4-4-ზე, ან არ მისულიყო. ესროლა პოლიციელისთვის ქვა, ან არ ესროლა. შევარდნილიყო პრეზიდენტის სასახლეში, ან არ შევარდნილიყო. ყველამ თავისი არჩევანი გააკეთა. ყველა არჩევანს თავისი შედეგი აქვს. ვისაც არჩევანის გაკეთების ითამამი ყოფნის, მისი შედეგის მიღების ითამამიც უნდა იყოს. მათ კი ვინც დამარცხებისას წინა ხაზზე სუსტები, მოხუცები, მოწყვლადები დააყენეს და გაწირეს, ახლა კი პასუხისმგებლობას გაურბიან და დაკავებულებით სპეკულირებენ, სამართლებრივთან ერთად მორალური პასუხისმგებლობაც ელით. განცხადებასთან ერთად პარლამენტის თავმჯდომარემ სოციალურ ქსელში ვიდეო მასალაც გამოაქვეყნა. 4 ოქტომბრამდე გაკეთებულ განცხადებებში აქციის ორგანიზატორები და მონაწილეები ნეპალში განვითარებულ მოვლენებს საქართველოში აანონსებენ. ნეპალით უნდა შეგვაშინოს, ნეპალი კი არა, უცფერად გეტყვი, ხო? არაბის მაგათი, არაბის ფიზიკურ განადგურება არ მეწყინება. და თუ ივანიშვილს ბენზინს გადაასხამენ და ცელს წაუკიდებენ, მე არ მეწყინება. აი უცფერად გეუბნები. უმარტავი ხალხი ჩვენ ვნახეთ ნეპალში რაც ხდება. აი მაშინ მართლა ვეღარ გაასწრებენ ქვეყნიდან. ისეთ ძალადობას მიიღებენ, ნეპალი მონატრებიათ მე რა. ბიძინა ივანიშვილს დააჭირდეს, აი როგორც ნეპალში მოხდა ვერტფრენზე თოკი ჩამოკიდება თავის ვერტფრენები და ქვეყნიდან გაქცევა. შიშით შეპყრობილმა ივანიშვილმა, იმიტომ რომ ხედავს რა ხდება ნეპალში. ოპოზიციიდან ამ თემაზე საუბარი დღეს არავინ ისურვა, მათ შორის არც იმ პოლიტიკოსების ნაწილმა, რომლებიც გავრცელებულ ვიდეოში ფიგურირებენ. ერთადერთი, ვინც ხელისუფლების ოპონენტებიდან კომენტარი გააკეთა, გირჩის ლიდერია. პაპუაშვილის განცხადება სრულიად ლოგიკური გაგრძელება ხელისუფლების იმ ვერსიის, რომლის მიხედვითაც მათ რევოლუციას უწყობენ და შესაბამისად ჩვენი კოლეგა ოპოზიციონერების მიერ ნათქვამის სიტყვების ერთმანეთთან შეწებება, მე მგონი დიდ საქმეს არ წარმოადგენს. ყველამ ვიცით რა რიტორიკითაც გამოირჩეოდნენ. პრეზიდენტის სასახლეზე მიტანილ შტურმსა და ძალადობაში მონაწილე პირების პასუხისმგებლობაზე საუბრობენ უმრავლესობის წევრები. პარლამენტის თავმჯდომარის განცხადებას გამოეხმაურა პრემიერ-მინისტრიც. ირაკლი კობახიძის განცხადებით, მომხდარზე მორალური პასუხისმგებლობა აქციაზე მისულ ყველა ადამიანს ეკისრება. მოძალადეებზე სამართლებრივი ზომები მოქმედებს. დანაშაულზე კი სახელმწიფოს ყოველთვის შესაბამისი რეაგირება ექნება. ანონსი ყველა მეცის, რაც იყო, გამოცხადებული იყო დამხობის აქცია და დაახლოებით 5-7 ადამიანი მივიდა დამხობის აქციაზე სრულიად შეგნებულად. რა თქმა უნდა, მორალური პასუხისმგებლობა იმ ყველაფერზე, რაც მოხდა 4 ოქტომბერს, ეკისრება უკლებელ ყველა ადამიანს, რომელიც იყო მისული, რაც შეეხება სამართლებრივ პასუხისმგებლობას, ვინც ძალადობაში იყო ჩართული, იცით რომ მათ მიმართ მოქმედებს სამართლებრივი ზომები, არის იდენტიფიცირებული ადამიანების გარკვეული რაოდენობა და მათ მიმართ სამართლებრივი ზომები ამოქმედება, რა თქმა უნდა, ეს არ გვიხარია, თუმცა ყველა მიხილა შემდგარი დანაშაული და რა თქმა უნდა, ამაზე სახელმწიფოს რეაგირება არის უბრალოდ ჩვენი პასუხისმგებლობა. ვიდეო არქივი ყველაფერს ინახავს და შესაბამისად ეხლა ოპოზიციონერების, რადიკალების გარკვეული ნაწილი, რომელიც ემიჯნება თითქოს და 4 ოქტომბრის ძალადობრივი დამხობის სცენარს, მათაც ეს ყველაფერი ძალიან კარგად იცოდნენ. მიუხედავად ამ ჩვენი გაფრთხილებისა, მათ მაინც ისურვეს და განავითარეს სცენარი იმგვარად, რომ ეს ყველაფერი ითვალისწინებდა სახელმწიფო დამხობას. ახლა ოპოზიციონერების გარკვეული ნაწილი რაღაცა ალიბის შექმნით არის დაკავებული, გარკვეული ნაწილი ემიჯნება თითქოს არ იცოდა, იქ არ იმყოფებოდა და ასე შემდეგ, თუმცა ეს საბავშვებაღი არ არის, ჩვენი მოქალაქეები ამ ყველაფერს აკვირდებოდნენ. ქართული ოცნების წევრების განცხადებით, ხელისუფლების არაერთი მოწოდების მიუხედავად, დემონსტრანტები კანონის ჩარჩოდან გავიდნენ. ოპოზიციის ანტისახელმწიფოებრივი გეგმები კი სახელმწიფოს სწორი და დროული რეაგირების შედეგად ჩავარდა. ხელისუფლების დამხობის საქმის ორგანიზატორები პაატა ბურჭულაძე და მურთაზ ზოდილავა თბილისის საქალაქო სასამართლოში მაგისტრატი მოსამართლის წინაშე გამოიკითხნენ. მათთან სუსის გამომძიებელი სასჯელ აღსრულების დაწესებულებაში გუშინ იმყოფებოდნენ, თუმცა მათ ჩვენების მიცემაზე უარი განაცხადეს. ამავე საქმეზე უკვე გამოიკითხეს ბაჩო ახალაიას მეუღლე ანი ნადარეიშვილიც.
საუბარია თბილისის მიმდებარედ ტყეში სამალავში აღმოჩენილი დიდი რაოდენობით ცეცხლსასროლი იარაღზე, საბრძოლო მასალასა და ასაფეთქებელ ნივთიერებებზე. გამოძიების ინფორმაციით 4 ოქტომბერს პრეზიდენტის სასახლის ხელში ჩაგდების მცდელობის პარალელურად თბილისში დივერსიული აქტები უნდა განხორციელებულიყო. ხათუნა გაგნიძეს ვრთავთ პირდაპირ ეთერში. ხათუნა, რა ინფორმაცია მიაწოდეს ბურჭულაძე ზოდელავამ გამოძიებას? იზი შეიძლება ითქვას, რომ სახელმწიფო უსაფრთხოების სამსახურის გამომძიებელს განსხილებით მეტი შეკითხვა ჰქონდათ პაატა ბურჭულაძესთან, ვიდრე მურთა ზოდელავასთან, ეს იმის გათვალისწინებით, რომ ბურჭულაძის გამოკითხვის პროცესი მაგისტრატი მოსამართლის წინაშე 1 საათზე მეტ ხანს გრძელდებოდა, დაახლოებით 9 საათის განმავლობაში უსვამდნენ შეკითხვებს მურთა ზოდელავას. რაც შეეხება შეკითხვას თუ რა ინფორმაცია მიაწოდეს მათ სახელმწიფო უსაფრთხოების სამსახურის გამომძიებლებს, ჩვენ ვიცით მხოლოდ ადვოკატების გადმოცემით, კერძოდ პაატა ბურჭულაძის ადვოკატის ინფორმაციით, ბურჭულაძემ დააფიქსირა მაგისტრატი მოსამართლის წინაშე, რომ არ აქვს არანაირი შემხებლობა იმ გამოძიების საქმესთან, რომელსაც სახელმწიფო უსაფრთხოების სამსახური აწარმოებს და საქმე ეხება, როგორც ვიცით, თბილისთან ახლოს ტყის მასივში მიწაში ნაპოვნ იარაღს, საბრძოლო მასალას და ასაფეთქებელ ნივთიერებებს. როგორც ადვოკატმა აღნიშნა, პაატა ბურჭულაძე არ იცნობს არც ერთ პირს, ვისაც შესაძლებელია ამ საქმესთან რაიმე კავშირი ჰქონდეს და ასევე ადვოკატის ინფორმაციით ბურჭულაძეს სახელმწიფო უსაფრთხოების სამსახურის გამომძიებლებმა შეკითხვები დაუსვეს ასევე 4 ოქტომბრის მოვლენებთან დაკავშირებით, რაზეც მან ზედაპირული პასუხები გასცა. რაც შეეხება მურთა ზოდელავას, ჩვენ მოვისმინეთ მისი ადვოკატის პოზიციაც, რომელიც ასევე ამბობს, რომ არც ზოდელავას არ აქვს არანაირი კავშირი იმ გამოძიებასთან, რაც დაწყებულია სახელმწიფო უსაფრთხოების სამსახურში და ბექა ბასილაიას ინფორმაციით არ აქვს არანაირი შემხებლობა იმ პირებთან მურთა ზოდელავას, რომლებიც ამ საქმეში ფიგურირებენ. მე კი მაყურებელს შევახსენებ, რომ სახელმწიფო უსაფრთხოების სამსახურში მიმდინარე გამოძიებით ცნობილი ხდება, რომ თბილისთან ახლოს ტყის საფარში მიწაში ჩაფლული განსაკუთრებით დიდი ოდენობით იარაღი, საბრძოლო მასალა, ასევე ასაფეთქებელი ნივთიერებები დეტონატორთან ერთად აღმოაჩინა სახელმწიფო უსაფრთხოების სამსახურმა და როგორც გამოძიების მხრიდან გახდა ცნობილი, ეს ნივთიერებები საბოლოოდ უნდა ყოფილიყო მიტანილი 4 ოქტომბრის აქციაზე, სადაც იგეგმებოდა გარკვეული დანაშაულებრივი მოქმედებები. მადლობა, გამოკითხვის დეტალები გაგვაცნო ხათუნა გაგნიძემ. დროებითი მოთავსების იზოლატორი გიორგი ჩახუნაშვილმა დატოვა. 20,000 ლარიანი გირაო მას სასამართლო პროკურატურის შუამდგომლობის საფუძველზე შეუფარდა. თანხის გადახდას წინ ფინანსური მხარდაჭერის თხოვნა უძღოდა. გიორგი ჩახუნაშვილის შვილმა გირაოს თანხა სოციალური ქსელით შეაგროვა. დაკავებული და უკვე გათავისუფლებულების საქმე რადიკალური ოპოზიციის სახით შეაფასა. მთავრობის მეთაურმა სახელმწიფო პარტიაში აცხადებენ, რომ ბრალდებულები ახლა თავის შეცოდების სტრატეგიას ირჩევენ. თუმცა საზოგადოებას ახსენებენ იმასაც, რომ პროფესიის მიუხედავად კანონის წინაშე ყველა თანასწორია. გიორგი ჩახუნაშვილი დროებითი მოთავსების იზოლატორიდან საპატიმრო გირაოს გადახდის საფუძველზე გათავისუფლდა. 4 ოქტომბრის საქმეზე მას სასამართლომ 20,000 ლარიანი გირაო გუშინ გვიან საღამოს შეუფარდა. თანხა გუშინვე გადაიხადეს, რასაც წინ დაკავებულის შვილის კოტე ჩახუნაშვილის მიმართვა უძღოდა. ის საზოგადოებას ფინანსურ მხარდაჭერას თხოვდა. გირაოს გადახდას ვაპირებთ, ეხა დადებული გვაქვს პოსტი. ამ ეტაპისთვის სადღაც 10,000 ლარია უკვე ჩარიცხული და იმედია მალე შეგროვდება. შვილმა მამის გირაოსთვის ანგარიშის ნომერი ჯერ კიდევ სასამართლოდან გამოაქვეყნა. მალევე დაწერა, რომ თანხა შეგროვდა. მიმართვას სოციალურ ქსელშივე მოჰყვა პოლიტიკური გამოხმაურებებიც. ერთ-ერთი პირველი რატი იონათამიშვილი იყო, რომელიც წერდა. აი ზუსტად ესაა კლასიკური ნაცის სახე. ამ შემთხვევაში საკმაოდ შეძლებული ნაცის, რომელიც საკუთარ მამას გირაოს ფულსაც არ უხდის და სხვას თხოვს. ეს ხო ჯანსაღ და თავმოყარე ქართველს თავში არასდროს მოუვა. შეფასებას იზიარებს პრემიერ-მინისტრიც ირაკლი კობახიძეს ამ კონკრეტულ საკითხზე კითხვა დღეს ჟურნალისტებმა დაუსვეს. თვითონ ჩადიან დანაშაულს, მერე უნდათ რომ სხვებზე გადაიტანონ პასუხისმგებლობა, სხვა გახადონ ამის თანაზე არის, მათ შორის ფინანსური კუთხით, რა თქმა უნდა ეს აჩვენებს რადიკალური ოპოზიციის სახეს, ასეთია მათი სახე და ბუნება.
გიორგი ჩახუნაშვილი ათონელის რეზიდენციის ეზოში შეჭრილებს შორის ერთ-ერთი იყო. ის სტრატეგიული და განსაკუთრებული მნიშვნელობის მქონე ობიექტის ჯგუფურად ხელში ჩაგდების მცდელობისა და ჯგუფურ ძალადობაში მონაწილეობის ბრალდებით დააკავეს, რასაც თან ახლდა მის სახლთან შეკრებილი აქტივისტების პროტესტი. დაკავების დროს ჩახუნაშვილი სამართალდამცველებს ეუბნებოდა, რომ 4 ოქტომბრის მოვლენები მისთვის მშვიდობიანი პროტესტის ფორმა იყო. ყველა ამ ადამიანს ღრმად აქვს გაცნობიერებული, რისთვის იდგა 4 ოქტომბერს. რისთვის იდგა 4 ოქტომბერს გიორგი ჩახუნაშვილი და რისთვის ითხოვდნენ მოგვიანებით გირაოს თანხას. ოპოზიციაში მიაჩნიათ, რომ უმრავლესობაში არსებული ეს კითხვები არარელევანტურია. ხელისუფლების ოპონენტები ამ კადრების მიუხედავად ფიქრობენ, რომ ექიმის დაკავებას სამართლებრივი საფუძველი არ ჰქონდა. 70 წლის ადამიანებს რო აკავებენ, მიზანი არის, რომ ამ ქვეყანაში არ დატოვონ ერთი ადამიანი მაინც, რომელსაც ექნება განსხვავებული პოზიცია. ის რომ მისმა შვილმა საზოგადოებას ხარდაჭერა თხოვა მამის გირაოს გადასახდელად, რა არგუმენტითაც არ უნდა ყოფილიყო, თუნდაც საზოგადოებრივი ყურადღების მოკლობის მიზნით, ნებისმიერ შემთხვევაში მე ვფიქრობ, რომ აქ არაფერი პრობლემური არ არის. პრობლემური არის ის, რომ მართლა სპეცოპერაცია დაჭირდათ ადამიანისთვის, რომელიც მეორე დღეს 20,000 ლარიანი გირაოთი გაათავისუფლეს. პრობლემური ქართული ოცნების თქმით, მათი ოპონენტების შერჩევითი დამოკიდებულებაა. უმრავლესობაში აცხადებენ, რომ კანონის წინაშე ყველა თანასწორია პროფესიული სტატუსის მიუხედავად. საზოგადოებრივ აზრზე გავლენის მოხდენის მცდელობა დაფასებენ დაკავებული შვილის თხოვნას გირაოს თანხის შეგროვებაზე. თავის შეცოდების რეჟიმში არიან გადასული, რომ აი შეგვიგროვეთ ხალხო ფული, საწყალი პროფესორი და ასე შემდეგ რა. ერთი რამეა, შეიძლება ადამიანი პროფესორი იყო, მაგრამ დანაშაულს ჩადიოდნენ. შეიძლება ადამიანი უბრალო რაღაცა მოხელე იყო და დანაშაულს ჩადიოდნენ. ამიტომ ამ შემთხვევაში რაიმე პროფესია, რაღაცის ინდულიგენცია აერავითარ შემთხვევაში ვერ იქნება. კიდევ ერთხელ ვიმეორებ, ყველა ის ადამიანი, ვინც იქ მივიდა, იცოდა რისთვის მივიდა. კარგად იყვნენ ჩამოყალიბებული. როდესაც რაღაცა ფული ჭირდებათ ნაციონალური მოძრაობის წარმომადგენლებს ან მათ აქტივისტებს, ისინი ხალხისგან ითხოვენ შემდეგ ამ ფულის შეგროვებას და ზუსტად ესეთ სცენარი ვითარდებოდა გუშინაც, როდესაც მამის გირაოს გადახდაზე არის საუბარი, ჩვენ ვიცით რომ ამ ოჯახს ნამდვილად არ უჭირს, სულუკად რო ვთქვათ და აგრძელებენ ჩვეულებრივად ნაციონალური მოძრაობის ხაზს, თითქოს საზოგადოებას მოაჩვენონ, რომ რაღაცა გაჭირვებულები არიან და მეტი ემოცია აღწრან ჩვენს მოქალაქეებში, უფრო მეტი თანაგრძნობისთვის. გიორგი ჩახუნაშვილი 4 ოქტომბრის მოვლენებიდან რამდენიმე დღეში დააკავეს. ერთდღიანი პატიმრობის შემდეგ ის სასამართლომ გირაოს სანაცვლოდ პროკურატურის შუამდგომლობის საფუძველზე გაათავისუფლა. ევროკომისიის ახალი სტრატეგია ევროკავშირი ბავშვებს სქესის შეცვლის სამართლებრივ პროცედურებს უმარტივებს. ახალი ჩანაწერი 2026-30 წლების ლგბტკ თანასწორობის სტრატეგიაში გაკეთდა. დოკუმენტის თანახმად უქმდება სქესის განსაზღვრის ასაკობრივი შეზღუდვა, გენდერის არჩევისას კი არასრულწლოვანი სამედიცინო შეფასება საჭირო აღარ არის. ახალი სტრატეგია ევროკომისიის პრეზიდენტ ურსულა ფონ დერ ლაიენს ეკუთვნის. ირკვევა, რომ იმ წევრ სახელმწიფოებს, რომლებიც ახალ სტრატეგიას არ გაითვალისწინებენ, შესაძლოა ევროკავშირის დაფინანსება შეუწყდეთ. ევროკომისიის გადაწყვეტილება მიუღებელია ერთიანი ნეიტრალური საქართველოსთვის, რომელიც საკითხზე რეფერენდუმს ითხოვს. მმართველი გუნდი კი აქცენტს ოჯახური ღირებულებებისა და არასრულწლოვანის დაცვის შესახებ მოქმედ კანონზე აკეთებს. სახელისუფლებო პარტია კანონის უკან გაწევას არ აპირებს. ჩვენ გავაკეთებთ ყველაფერს იმისთვის, რომ ჩვენს საზოგადოებას არ მივაკაროთ ის უდიდესი მავნებლობა. მავნებლობად მმართველ გუნდში ევროკომისიის მიერ შემუშავებულ ლგბტკ თანასწორობის სტრატეგიას აფასებენ. 2026-30 წლის დოკუმენტში ევროკომისია სხვადასხვა ზომას ადგენს, მათ შორისაა არასრულწლოვნებისთვის სქესის შეცვლის გამარტივებული პროცედურები. ქართული ოცნებისთვის ევროკომისიის ახალი სტრატეგია პრინციპულად მიუღებელია. სახელისუფლებო პარტიის წევრები იხსენებენ ოჯახური ღირებულებებისა და არასრულწლოვნების დაცვის შესახებ კანონს, რომელიც მათი განმარტებით ლგბტკ პროპაგანდის მიმართულებით არსებული საფრთხეების პრევენციისთვის მიიღეს. განსაკუთრებით ეს კიდურესად აღმაშფოთებელია და შოკის მომგვრელია, რასაც ისინი არასრულწლოვნებთან დაკავშირებით აკეთებენ და გეგმავენ. რა თქმა უნდა, ჩვენ მთელი ის რიგი საკანონმდებლო აქტები, რომელიც საქართველოს პარლამენტმა მიიღო, მიზნად ისახავს, რომ აი ესეთი მავნებლური იდეისგან მოხდეს საქართველოს და ქართული საზოგადოების დაცვა. მივიღეთ ანტი-LGBT პროპაგანდა კანონი, ანუ არასრულწლოვანთა უფლებების და ოჯახის ღირებულებების დაცვის კანონი, რომელიც არის ჩამკეტი მექანიზმი და პრევენციულ ხასიათს ატარებს ზუსტად ასეთი ტიპის პროპაგანდისტვის და ასეთი ტიპის ასე ვთქვათ მექანიზმებისთვის, ხო? და შესაბამისად სწორედ ამან გამოიწვია ძალიან ბევრი ევრობიუროკრატის
კრიტიკა ამ კანონთან მიმართებაში და ჩვენი მყარი პოზიცია იცის ჩვენმა საზოგადოებამ, იციან ევრობიუროკრატებმაც, რომ ჩვენ არ ვაპირებთ ამ კანონის უკან გაწევას და ეს კანონი იმოქმედებს საქართველოში, რომელიც აბსოლუტურად ყველა იმ რისკს გადააზღვევს, რაც ამ ახალ რაღაცა დადგენილებაში არის ჩაწერილი. Deep State-ის მიერ შემუშავებული ვერაგული გეგმა უწოდეს ევროკომისიის LGBTQ სტრატეგიას ერთიან ნეიტრალურ საქართველოში. მოძრაობამ დღეს ამ საკითხზე ვრცელი განცხადება გამოაქვეყნა. ტექსტში ნათქვამია, რომ ევროსტრუქტურის მიერ მომზადებულ დოკუმენტში არასრულწლოვანი, რომელსაც არჩევნებში მონაწილეობის უფლება არ აქვს, თავად აირჩევს გოგოა თუ ბიჭი. ამასთანავე სტრატეგია ბავშვებში სქესის შეცვლის სამართლებრივ და სამედიცინო პროცედურებს ამარტივებს. ახალი ცვლილებების გათვალისწინებით ნეიტრალური საქართველო ხელისუფლებას მოუწოდებს ევროინტეგრაციის გეგმას გადახედოს და ამ საკითხზე რეფერენდუმი ჩაატაროს. საქართველო მერთხელ და სამუდამოდ გადახედოს ამ სტრატეგიას, რასაც ქვია ქვეყნის ევროინტეგრაცია და ყველაზე კაფიოდ კითხვაზე გაეცეს პასუხი და ეს მოხერხდება რეფერენდუმის საშუალებით, რომ ქართველმა ხალხმა გააკეთოს საკუთარი განაცხადი, სურს თუ არა ასეთ ევროკავშირში საკუთარი ქვეყნის გაწევრიანება, სადაც ბავშვებში სქესის შეცვლა იქნება დაკანონებული, წახალისებული, მშობლებს არ ექნებათ ხმის ამოღების უფლება, ხმის ამოღების შემთხვევაში მათ წინააღმდეგ სანქციები იქნება გამოყენებული და ის ქვეყნები, რომლებიც არათუ ევროკავშირის წევრი ქვეყნები არიან, არამედ ევროკავშირისკენ მიისწრაფიან, აღნიშნულ სტრატეგიაში მითითებულია, რომ ეს მათთვისაც სავალდებულოდ გასათვალისწინებელია. ევროკავშირთან ურთიერთობის გადახედვის მომხრეა მემარცხენე ალიანსიც. პარტიაში აცხადებენ, რომ მათთვის მიუღებელია 2026-30 წლებისათვის ურსულა ფონ დერ ლაიენის ახალი სტრატეგია. მემარცხენე ალიანსი Deep State-ის გავლენებზე საუბრობს. არასრულწლოვანი არჩევნების უფლების ჯერ არ მქონე ბავშვებს ეძლევათ უფლება სქესი აირჩიონ, ან შეიცვალონ ისე, რომ არ კითხონ არც მშობლებს, არც მასწავლებლებს და არც უახლოეს ნათესავებს. დოკუმენტს იურიდიული ძალა აქვს, მაგრამ საჭიროებს წევრი სახელმწიფოების პარლამენტების რატიფიკაციას. ამასთან დაკავშირებით ბრიუსელი იმუქრება, თუ რომელიმე წევრი სახელმწიფო წინააღმდეგი წავა, მას შეუჩერდება ყოველგვარი დაფინანსება. შეხედეთ, სად მიაქანებენ ევროპას Deep State-ის მიერ მართული არამზადა ბიუროკრატები. ევროკავშირში არსებულ შემაშფოთებელ ტენდენციებზე ამახვილებს ყურადღებას საქართველოს პრემიერ-მინისტრი. ირაკლი კობახიძის შეფასებით, ეს მიზანმიმართული ევროპისთვის გარედან თავსმოხვეული პროცესია. მთავრობის მეთაური განმარტავს, რომ ამ საფრთხეების გასანეიტრალებლად ხელისუფლება კონკრეტულ გადაწყვეტილებებს მიიღებს. ხშირად გვისაუბრია იმ უმძიმეს ტენდენციებზე, რასაც ხედავთ ევროკავშირში. ეს არის პირველი ეკონომიკური მძიმე ტენდენციები და მეორე არის ტენდენციები, რომელიც უკავშირდება ევროპული იდენტობის დაკარგვას. და ეს არის სრულიად მიზანმიმართული პროცესი, რომელიც გარედან არის ევროპისთვის თავსმოხვეული. სტატისტიკა ყველაფერზე მეტყველებს, სტატისტიკა არის დამძიმებული ბევრი მიმართულებით და აქ საუბარია საერთოდ კატასტროფულ მოვლენაზე, როგორც არის არასრულწლოვანი ბავშვების მიერ სქესის შეცვლა. ხო, სადამდე იყვანეს ევროპა და ევროკავშირი ამას ხედავს ქართული საზოგადოება. იმედი გვაქვს, რომ ეს ტენდენციები შეჩერდება. წინააღმდეგ შემთხვევაში, რა თქმა უნდა, ევროპას ემუქრება კიდევ უფრო მძიმე საფრთხეები. ეს არის შემაშფოთებელი. კიდევ ერთხელ გამიმერებ ის ტენდენციები, რასაც ხედავთ ევროპაში. თუ როგორ უნდა დაუპირისპირდეთ ამ ტენდენციებს, ამაზე ხელისუფლება მიიღებს გადაწყვეტილებას. საქართველოსა და ევროსტრუქტურებს შორის გარკვეულ საკითხებზე არსებული განსხვავებული შეხედულებების ფონზე ხელისუფლების წარმომადგენლები დარწმუნებით აცხადებენ, რომ საგარეო პრიორიტეტები უცვლელია და საქართველო 2030 წლისთვის იქნება ყველაზე მომზადებული ქვეყანა ევროკავშირში გასაწევრიანებლად. ორწლიანი ომის დასრულების დასაწყისი მესამე დღეა ახლო აღმოსავლეთი ახალ რეალობაში იღვიძებს. ღაზის სექტორში ცეცხლის შეწყვეტის რეჟიმი მოქმედებს, მშვიდობას კი წინ ეგვიპტეში მიღწეული შეთანხმება უწყოდა. სამხედრო დაპირისპირების დასრულების შემდეგ ადგილობრივებმა საკუთარ სახლებში დაბრუნება დაიწყეს, მაგრამ ომმა კვალი ყველაფერზე დატოვა. რთულ ვითარებას ანკლავში ჰუმანიტარული კრიზისი კიდევ უფრო ამძიმებს, თუმცა ისტორიული შეთანხმების მიხედვით ღაზაში დახმარება უნდა გაიზარდოს. ამავე შეთანხმებით უნდა გათავისუფლდეს ყველა, ვინც ჰამასის ტყვეობაში რჩება.
ტოლვილობით დავიღალეთ. ძალიან დავიღალეთ. 73 წლის რამზი ტაფეშმა ღაზა მაშინ დატოვა, როცა ქალაქში ისრაელელი სამხედროები გამოჩნდნენ. თითქმის 2 წლის შემდეგ ის ოჯახთან ერთად მშობლიურ ქალაქში ახლა პირველად ბრუნდება. მშვიდობის დამყარებას იმედიანად უყურებს, თუმცა არც იმას გამორიცხავს, რომ დამანგრეველი ომის შემდეგ სახლის ადგილას ნასახლარი დახვდეს. მადლობა ღმერთს, ღაზაში ვბრუნდებით. ღმერთის წყალობით იმედი გვაქვს, რომ ქალაქში ყველაფერი კარგად იქნება და საცხოვრებელ კუთხეს ვიპოვით. ღაზაში უკვე დაბრუნდა, თუმცა თავის სახლს ვერ მიაგნოს სალბაშარაბმა. მან განუწყვეტლივი სამხედრო დაპირისპირებების გამო ქალაქი ხან-იუნისი იძულებით არაერთხელ დატოვა. თუმცა როგორც ამბობს, სურათი, რომელიც ამჯერად დახვდა, ყველაზე მძიმეა. სახლის სანახავად ჩამოვედი. მას ვერ ვპოვლობ. ყველაფერი ფერფლადაა აქცეული. თლიანად დაანგრიეს. არც თავშესაფარი, არც სახლი. არ ვიცი, ახლა რა უნდა ვქნათ? ვიდრე ომის გამო იძულებით გადაადგილებული პალესტინელები ღაზაში ბრუნდებიან, ჰამასის მიერ დაატყვევებული ისრაელელების დაბრუნებას თელ-ავივში ისე ველოდებიან. შეთანხმების თანახმად, რომელიც დაპირისპირებულ მხარეებს შორის ხუთშაბათ შედგა, ტყვეები სახლში მომდევნო კვირას უნდა დაბრუნდნენ. სანამ ეს მოხდება, მათი ოჯახის წევრები თელ-ავივის ქუჩებში იკრიბებიან და მილოცვებს იღებენ. მე მძევლის მამა ვარ და ახლა მინდა მადლობა გადავუხადო ყველას, ვინც 2 წელზე მეტი ხნის განმავლობაში ჩემს გვერდით იყო. თითოეულ ისრაელელს, რომელიც ყველანაირი მოწოდების გარეშე ქუჩაში გამოდიოდა და მხარდაჭერას გვიცხადებდა. ახლა მოლოცვებს ვიღებ, ეს ძალიან მახარებს და ძალიან ემოციურია ჩემთვის. ტყვეები სახლში დაბრუნებაზე ისაუბრა მთავარმა შუამავალმა. დონალდ ტრამპის განცხადებით, აქტიურად მიმდინარეობს ორშაბათს მძევლების დაბრუნების საკითხზე მუშაობა. თეთრი სახლის ლიდერმა აქცენტი გააკეთა შეთანხმების მნიშვნელობაზეც. ორშაბათს მძევლები სახლებში დაბრუნდებიან. მიმდინარეობს ამ საკითხის ორგანიზება, რადგან საკმაოდ რთულ ადგილებში იმყოფებიან. მხოლოდ რამდენიმე ადამიანმა იცის მათი ადგილსამყოფელი, ხშირ შემთხვევაში მიწის ქვეშ. ასევე დაახლოებით 28 ადამიანის ცხედარი უნდა დაბრუნდეს ისრაელში, რაც ტრაგედიაა. ყველას სურს, რომ ეს შეთანხმება შედგეს. მე ვხედავ, როგორც ეკავენ ადამიანები ისრაელის, საუდის არაბეთის, კატარის, ინდონეზიის ქუჩებში. თითოეული მათგანი ზავის მიღწევას აღნიშნავს. თუ რამე არ შეიცვალა, ომი ახლო აღმოსავლეთში სრულდება. 2 წლიანი მოლაპარაკებების შემდეგ ღაზის სექტორიდან ჯავშან ტექნიკისა და სამხედრო შეიარაღების გატანა ისრაელმა უკვე დაიწყო. ფესტივალი, რომელიც ღვინის დღესასწაულად იქცა, 9 წლიანი ისტორია გრძელდება. გურჯაანი შავი ზღვის რეგიონისა და აღმოსავლეთ ევროპის ყველაზე მასშტაბური და მრავალფეროვანი ფესტივალის მასპინძელია. ღონისძიებამ წელს 600-მდე მეღვინე და მეწარმე გააერთიანა. ღვინისა და ქართული კულინარიის სურნელმა კი კახეთის გულში 1000-ობით სტუმარი ჩაიყვანა. შემოდგომის ფერებით გაფერადებულ რეკრეაციულ ზონაში არაერთი გასართობი და შემეცნებითი ღონისძიებაც გაიმართა. გურჯაანში იმყოფებოდა მთავრობის მეთაური. პრემიერ-მინისტრმა ფესტივალის ფარგლებში წარმოდგენილი სტენდები დაათვალიერა და ღვინის წარმოებლებს შეხვდა. გურჯაანის ცენტრალური პარკი დღეს დიდ საგამოფენო სივრცედ გადაიქცა. შრალი და ტკბილი, თეთრი და წითელი, ძველი და ახალი ღვინო დღესასწაულის მთავარი სიმბოლოა. აქ თითო ბოთლში არა მხოლოდ ყურძნის გემო, არამედ უძველესი ქართული ტრადიცია იგრძნობოდა. ახტალას პარკში მისულ სტუმრებს ღვინის მრავალფეროვანი არჩევანი დახვდათ. ჩემთვის როგორც რიგითი გურჯაანელისთვის ძალიან სასიამოვნო და სასიხარულოა ყოველთვის ჩვენი გურჯაანის ღვინის ფესტივალი, ეს დღე ყოველწლიურად რაღაც ახლისკენ იცვლება, ლამაზდება, ყოველთვის ვესწრები. ძალიან ბევრი სტუმარი მოდის, ძალიან ბევრი ნაცნობს, ახლობელს, მეგობარს აქ ხვდები ხშირად და ძალიან მახარებს. საუკეთესო გარემოა, საუკეთესო ადამიანები, რა ვიცი, დავაგემოვნეთ არაერთი სახეობა ღვინის და ძალიან მომწონს ყველაფერი. ფესტივალის მთავარი გმირები მეღვინეები იყვნენ, რომლებმაც სტუმრებს როგორც ქვევრის, ასევე ახალი ტექნოლოგიებით დაყენებული ღვინოები წარუდგინეს. წელს საკუთარი პროდუქტის ფართო ასპარეზზე გამოტანა 200-მდე მეღვინემ შეძლო. მეოთხედ ვიღებ მონაწილეობას. აღნიშნული ღონისძიება ემსახურება ქართული ღვინის პოპულარიზაციას, მოგვიხსენებათ ქვეყანაში გვაქვს 8000-წლოვანი უწყვეტი ქვევრის ღვინის ისტორია. შესაბამისად, მსგავსი ღონისძიებები ცალსახად ხელს უწყობს როგორც სფეროს განვითარებას, ისე ქართულ ეკონომიკას. ჩვენი მეღვინეობა არის 6000 BC, რაც ქართულად ნიშნავს 6000 ძველი წელთაღრიცხვის ხვრით. ეს წელი ძალიან მნიშვნელოვანია ღვინის სამყაროში, რადგან ამ წელს აღმოაჩინეს ქვევრის ფრაგმენტები არქეოლოგებმა, რომელზეც იყო ღვინის მჟავა. რამაც დაამტკიცა, რომ
საქართველოს არის ღვინის სამშობლო და ჩვენს ეს სახელი გამოვიყენებთ. ერთ-ერთი საუკეთესო ორგანიზებული და კარგი პლატფორმა არის, სადაც მოხარებლები და მწარმოებლები ერთმანეთს იცნობენ. ადგილობრივების ხელნაკეთი ნივთების გამოფენა გაყიდვა, შემეცნებითი სივრცეები, საბავშვო ზონები და ქართული სამზარეულო. სტუმრებმა შემოდგომის ტრადიციული ქართული ტკბილეული დააგემოვნეს. ჩურჩხელაძე გემრიელი კახეთში არაფერი არ არის. ღვინის შესახებ საქართველოს ისტორიას გააშუქებენ საერთაშორისო მედიის წარმომადგენლები, რომლებიც სპეციალურად ტურიზმის ეროვნულმა ადმინისტრაციამ გურჯაანში მიიწვია. მიყვარს საქართველოში მოგზაურობა, უგემრიელესი საკვები, საოცარი ადამიანები და რა თქმა უნდა მსოფლიოში უძველესი ღვინო გაქვთ. ამიტომ ბედნიერი ვარ აქ ყოფნით. უბრალოდ მიყვარს აქ ყოფნა და ყველას ურჩევ ეწვიონ საქართველოს. ტურიზმის ეროვნული ადმინისტრაცია ყოველწლიურად მხარს უჭერს, ახლაც ჩვენ ჩამოყვანილი გვყავს საერთაშორისო მედია ევროპიდან, ასევე ამერიკიდან. ისინი გააშუქებენ როგორც ევროპულ, ისე ამერიკულ მედიაში ღვინის შესახებ საქართველოს ისტორიას, ის რომ ღვინო საქართველოში დაიბადა და ის რომ ასეთი განსაკუთრებულ ფესტივალი ყოველწლიურად გურჯაანში ტარდება. ღვინის ფესტივალზე მთავრობის მეთაური საკანონმდებლო და აღმასრულებელი ხელისუფლების წარმომადგენლებთან ერთად იმყოფებოდა. ირაკლი კობახიძემ საგამოფენო სივრცე დაათვალიერა და მსგავსი ტიპის ღონისძიებების მნიშვნელობაზე ისაუბრა. გურჯაანს ვესტუმრეთ, სადაც ტარდება ღვინის ფესტივალი, ტრადიციული ფესტივალი და ხედავთ რომ ძალიან საზეიმო განწყობა, უამრავი ადამიანია და გვიხარია რომ არის ასეთი ჩართულობა, ასეთი ინტერესი და რა თქმა უნდა ძალიან მნიშვნელოვანია, როდესაც ტარდება ასეთი ღონისძიებები, რა თქმა უნდა მთავრობამ მოუსწრებს მაქსიმალურად შეუწყობს ხელს ასეთი ფესტივალების, ასეთი ღონისძიებების ჩატარებას, რაც ყველა კუთხით არის მნიშვნელოვანი, ყველა თვალსაზრისი და ხელს უწყობს რა თქმა უნდა ამ კონკრეტული რეგიონის განვითარებას და მთლიანად ჩვენი ქვეყნის განვითარებას ახალისებს. რა თქმა უნდა, ეკონომიკურ აქტივობებს. ეს არის განსაკუთრებული და გამორჩეული დღე, როგორც კახეთისთვის, ასევე მთელი საქართველოსთვის არის შესაძლებლობა მცირე და საშუალო მარნებისთვის, მეღვინეებისთვის, რომ გააცნონ თავისი ღვინოები ძალიან ფართო აუდიტორიას. მოგეხსენებათ, რომ შარშან 30,000 ადამიანზე მეტი იყო წელს. სტუმარს უფრო მეცველოდებით, ყოველწლიურად უფრო და უფრო იზრდება მასშტაბები. ფესტივალი უკვე მეცხრედ იმართება ახტალას პარკში საზეიმო ღონისძიებები, რომელიც ცოცხალი მუსიკის და გასართობი აქტივობების ფონზე ამ წუთებშიც მიმდინარეობს, გალა კონცერტით დღეს დასრულდება. პირველად ქვეყნის ისტორიაში საქართველოს კონსულტანტ ინჟინერების საერთაშორისო ფედერაციის საბჭოში საკუთარი წარმომადგენელი ჰყავს. ირაკლი ხერგიანმა საბჭოს ყველაზე ახალგაზრდა წევრის სტატუსიც მოიპოვა. ორგანიზაცია, რომლის მთავარი მიზანი მსოფლიოს გარშემო ნებისმიერი ინფრასტრუქტურული პროექტის უფრო სწრაფად, გამართულად და ეფექტიანად განხორციელება, ასე მეტ ქვეყანას, 40,000-ზე მეტ კომპანიასა და მილიონზე მეტ პროფესიონალს აერთიანებს. მასშტაბი დიდია ირაკლი ხერგიანის გეგმებით. საბჭოს ყველაზე ახალგაზრდა პირველი ქართველი წევრი აპირებს, რომ ხელი ქვეყანაში ინვესტიციების მოზიდვას შეუწყოს. ჩემი მთავარი მიზანი არის ის, რომ რა თქმა უნდა წარმოვაჩინოთ ჩვენი ქვეყნის პოტენციალი აღნიშნულ სფეროში. ქვეყნის შესაძლებლობების პოპულარიზაციასთან ერთად ირაკლი ხერგიანი ამბობს, რომ მისი პრიორიტეტი ინვესტიციების მოზიდვის ხელშეწყობა, დარგისა და პროფესიონალი კადრების განვითარება იქნება. კონსულტანტ ინჟინერების საერთაშორისო ფედერაციის ხელმძღვანელობის საბჭოში ის ხმათა უმრავლესობით აირჩიეს. ეს არის პირველი შემთხვევა, როცა საქართველოს ორგანიზაციის საბჭოში საკუთარი წარმომადგენელი ჰყავს. FIDIC-ის კონტრაქტებით რეგულირდება ძირითადად საინვესტიციო პროექტები მთელი მსოფლიოს მასშტაბით. აღნიშნულ ფორმას იყენებს არა მარტო მსოფლიო ბანკი, არამედ მთლიანად ძირითადად საერთაშორისო საფინანსო ინსტიტუტები და ქვეყნის წარმოჩენა ესეთ მაღალ დონეზე საკმაოდ მნიშვნელოვანია იმისთვის, რომ განხორციელდეს საინვესტიციო პროექტები საქართველოში და უფრო დაცულად იგზნონ ნებისმიერმა ინვესტორმა თავი. ირაკლი ხერგიანი FIDIC-ის ხელმძღვანელობის საბჭოს ყველაზე ახალგაზრდა წევრია. ორგანიზაცია 100-ზე მეტ ქვეყანას, 40-ზე მეტ კომპანიას და მილიონზე მეტ პროფესიონალს აერთიანებს. ხელმძღვანელობის საბჭო კი ავტორიტეტული ორგანიზაციის სტრატეგიულ პოლიტიკას განსაზღვრავს. საქართველოს წარმომადგენლის სკოლა მოგცემს შესაძლებლობას გავაუმჯობესოთ ჩვენი ცოდნა ადგილზე არსებული საკითხების შესახებ. ასევე მივიღებთ ინფორმაციას, რა უნდა გაკეთდეს. ჩემი გამოცდილებით, რაც საქართველოში ვნახე, არის მასიური გზები, გვირაბებით, ხიდებით, რაც მხოლოდ ნაწილია ინფრასტრუქტურული გამოწვევების. შესაბამისად, ჩვენ შეგვეძლება მათ ამ მიმართულებით კონსულტაციები გავუწიოთ.
ორგანიზაციის მთავარი მიზანი მსოფლიოში ინფრასტრუქტურული პროექტების უფრო სწრაფად, გამართულად და ეფექტიანად განხორციელება. ფიდიკის სამშენებლო და საინჟინრო სტანდარტები გამოიყენება საქართველოშიც. ამ კუთხით მრავალწლიანი გამოცდილება აქვს მუნიციპალური განვითარების ფონდს, რომელმაც ათეულობით პროექტი განახორციელა. მრავალი ათეული მილიონის პროექტი და მრავალი ათეული ესე ვთქვათ, ხელშეკრულება არის დადებული ამ პრინციპებზე და განხორციელებული. 2017 წელს ფონდის დაკვეთით მოხდა ფიდიკის ეგრეთ წოდებული წითელი წიგნის თარგმნა ქართულ ენაზე და ყველა ორგანიზაცია ეხლა ამ თარგმანს იყენებს. ეს გამოცდილება მარტო შეიძლება გამოყენებული იქნეს არა მხოლოდ საქართველოში, არამედ მერე უკვე ქართულმა კომპანიებმა საზოგადოებრივად შეიძლება გამოიყენონ. მშენებლობისა და საინჟინრო სფეროში ერთ-ერთი ყველაზე გავლენიანი ორგანიზაცია 1913 წელს დაფუძნდა. სწორედ ფიდიკი განსაზღვრავს მსოფლიოში ინფრასტრუქტურული განვითარების კრიტერიუმებს. გლობალური სტანდარტი საქართველოშიც გამოიყენება, თუმცა თბილისში ამბობენ, რომ მმართველი რგოლის წევრობა და ამ ორგანიზაციასთან კიდევ უფრო მჭიდრო თანამშრომლობა ქვეყნისთვის ახალ შესაძლებლობებს ქმნის, როგორც ინფრასტრუქტურის განვითარების, ასევე ახალი ეკონომიკური განვითარების კუთხით. ბრწყინვალებისა და ღირსების ორდენები კულტურის სფეროს წარმომადგენლებს, სახელმწიფო ჯილდოები ლაურეატებს ქვეყნის პრეზიდენტმა მთავრობის მეთაურისა და პარლამენტის თავმჯდომარის წარდგინებით გადასცა. პრეზიდენტის სასახლეში დაჯილდოების ცერემონიაზე შეკრებულებს სიტყვით მიმართეს ქვეყნის პირველმა პირებმა. პრეზიდენტმა, პრემიერ-მინისტრმა და პირველმა კანონმდებელმა აქცენტი ხელოვნების როლზე გააკეთეს და აღნიშნეს, რომ საქართველოში ხელოვნება ცოცხალი და თავისუფალია. იყო პირობაც, რომ სახელმწიფო ქართული კულტურის კიდევ უფრო აღორძინებისთვის ყველაფერს გააკეთებს. ეს ჯილდო ძალიან დიდ კულტურის მოღვაწეებს აქვთ მიღებული და რაღაცეთ მომერიდა. კულტურის განვითარებაში შეტანილი წვლილისა და გამორჩეული მიღწევებისთვის საქართველოს პრეზიდენტმა ხელოვნების სფეროს 25 წარმომადგენელი დააჯილდოვა. საზეიმო ცერემონია პრეზიდენტის სასახლეში გაიმართა. მებედნიერი გასვეაროთ ეს ილიასეული წყინვალე დევიზი მამული ენა სარწმუნოება დღევანდელი ეროვნული ხელისუფლებისათვის არა მხოლოდ ლოზუნგია, არამედ ის სამოქმედო ორიენტირია, რამაც უნდა გაგვამთლიანოს, გაგვაერთიანოს და გაგვაძლიეროს. სახელმწიფო ჯილდო გადაეცათ მუსიკოსებს, კომპოზიტორებს, პოეტებს, რეჟისორებს, მოქანდაკეებს, ხატრობს და კულტურის სფეროს სხვა წარმომადგენლებს. პრეზიდენტმა შეკრებილებს სიტყვით მიმართა. მიხეილ ყაბელაშვილმა მათი საქმიანობის მნიშვნელობაზე ისაუბრა და განსაკუთრებული ღვაწლისთვის მადლობა გადაუხადა. ყველა ეპოქას ყავს გამორჩეული გმირები, რომლებიც ჩვენი კულტურული მემკვიდრეობის კიდევ უფრო გამდიდრებასა და მომავალი თაობებისთვის გადაცემაზე ზრუნავენ. დღეს სწორედ თქვენ ახართ ის ადამიანები, ვინც ეს საპატიო მისია იტვირთეთ და ამ საქვეყნო საქმეს ღირსეულად ასრულებთ. სწორედ ამიტომ ჩემთვის უდიდესი პატივია, რომ მაქვს შესაძლებლობა გაწეული ღვაწლისა და კულტურის განვითარებაში განსაკუთრებული წვლილისთვის ქართველი ხალხის და სახელმწიფოს სახელით ბრწყინვალების და ღირსების ორდენებით დაგაჯილდოვოთ. გილოცავთ კიდევ ერთხელ თელიერის სახელით გიხდით მადლობას ჩვენი ქვეყნისა და ხალხის წინაშე გაწეული ღვაწლისთვის. პრეზიდენტმა კულტურის სფეროს წარმომადგენლები პრემიერის და პარლამენტის თავმჯდომარის წარდგინებით დააჯილდოვა. ღონისძიებას ირაკლი კობახიძე, შალვა პაპუაშვილთან და თინათინ რუხაძესთან ერთად დაესწრო. გასული საუკუნის 60-ან 70-ან წლებში ჰქონდა კულტურული აღორძინების ხანა, როდესაც განსაკუთრებულად განვითარდა საქართველოში შემოქმედების ყველა სფერო. ამის შემდეგ იყო 90-იანი წლები, ამის შემდეგ იყო გარკვეული წლები, როდესაც ხელოვნურად ხდებოდა კულტურის სფეროს განადგურება და ამას ჰქონდა კონკრეტული პოლიტიკური მიზნები, ხელოვნურად იქმნებოდა ფსევდო ელიტა და რეალურად არ ხდებოდა ზრუნა კულტურის განვითარებაზე, რამაც შექმნა საკმაოდ რთული მდგომარეობა ხელოვნების, კულტურის, შემოქმედების სფეროში. მე მინდა ყველას გესურვოთ ჩვენი კულტურის აღორძინება და ამაში რა თქმა უნდა თქვენ განსაკუთრებული როლი გაგესრიათ და ჩვენი მხრივ გავაკეთებთ ყველაფერს საქართველოს კულტურის მინისტრთან ერთად, კულტურის მოღვაწეებთან ერთად და თქვენგანთან ერთად იმისათვის, რომ მაქსიმალურად ვიზრუნოთ საქართველოში კულტურის განვითარებაზე და ქართული კულტურის აღორძინებაზე. შეკრებილებს მიმართეს პარლამენტის თავმჯდომარემ და კულტურის მინისტრმა. მათ ისაუბრეს შემოქმედებისა და კულტურის სფეროს მნიშვნელოვან როლზე ქვეყნის განვითარებაში. დღევანდელი დღე არის კიდევ ერთი შეხსენება ყველასთვის, რომ საქართველოში ხელოვნება
ცოცხალი და თავისუფალია, რომ ქართული ნიჭისა და ტალანტის გამოვლენას ფართო ასპარეზი გააჩნია. სახელმწიფო აფასებს კულტურისა და ხელოვნების იმ მიღწევებს, იმ შემოქმედებას, რომელსაც განსაკუთრებული და გამორჩეული წვლილი შეაქვს ჩვენს მრავალათასწლოვან სალაროში, რომელსაც ქართული კულტურა ეწოდება. თქვენზეა დამოკიდებული, როგორი იქნება საქართველოს ხვალინდელი დღე და საქართველოს ხვალინდელი სახე. იმიტომ რომ კულტურაში არ არსებობენ ჩემპიონები, კულტურაში არსებობს სიყვარული და თქვენ ეს სიყვარული ყველაზე კარგად იცით. კულტურა ემოციების სფეროა და სიყვარულს მსახურება და ქვეყნის სიყვარულისთვის მსახურება იმედია რომ ეს მცირედით დაგიფასდათ დღეს და ხვალ გექნებათ სავსე დარბაზები, დიდი აპლოდისმენტები. კულტურის სფეროში გამორჩეული მიღწევებისთვის და საქართველოსთვის გაწეული აღმატებული ღვაწლისთვის ბრწყინვალების ორდენი დიმიტრი ღვთისიაშვილს, გიორგი ჯაფარიძეს, დავით მაღრაძეს, ჯემალ ბაღაშვილს და ლიანა სტურუას გადაეცათ. ხელოვნების სფეროს 20 წარმომადგენელს კი პრეზიდენტმა ღირსების ორდენი გადასცა. უახლესი ისტორია, საინტერესო კულტურა და შთამბეჭდავი ბუნება საქართველოს პოპულარიზაციის მიზნით საინფორმაციო ტურები გრძელდება. ტუროპერატორები ამჯერად კახეთში ჩავიდნენ და სოფელ შილდაში ტურისტული ობიექტები მოინახულეს. საინფორმაციო ტურების მიზანი საქართველოს სხვადასხვა რეგიონში ახალი ობიექტებისა და შედარებით უცნობი ადგილების აღმოჩენაა, რასაც ტუროპერატორები შემდეგ ვიზიტორებს გააცნობენ. კახეთში სოფელ შილდაში ქართველი ტუროპერატორები იმ სივრცეებს ათვალიერებენ, რომელსაც მომავალში უცხოელ სტუმრებს გააცნობენ. მათ შორის არის ეთნოკომპლექსი წინაპარი და უძველესი ნასოფლარი ვეძისხევის ტერიტორია. აქ ძალიან კარგად არის შემონახული ძველი გალავანი, ძველი კედლები, ძველი ისტორია, ეკლექტური დიზაინიც კი არქიტექტურაში სწორად აქვს შენახული. აქ შესაძლებელია გაკეთდეს როგორც კულინარიული ვორქშოპები, ასევე კულტურული ვორქშოპები, ასევე კულტურული ღონისძიებები. ნამდვილად დაინტერესებს, ანუ შემომყვან ტურიზმსაც, ადგილობრივსაც, ბავშვებისთვისაც. მთლიანად ბუნების წიაღში ეს აღმოჩნდებით მთების გარშემო, სუფთა ჰაერზე და შენარჩუნებულია ყველაფერი ეთნო და ძველებურ სტილში, არანაირად არ არის ახლებურ სტილში გაკეთებული. სივრცე აერთიანებს ეთნოგრაფიულ მუზეუმს, ისტორიულ მარნებს და სპორტულ დარბაზებს. ადგილზე მისულ სტუმრებს შესაძლებლობა აქვთ დააგემოვნონ ქართული ღვინო. მონაწილეობა მიიღონ კულინარიულ მასტერკლასებში. გვაქვს 5 ეთნოკოტეჯი გაკეთებული, იმერეთი, გურია და სამეგრელო, ჯერ აქედან დავიწყეთ. არის საბანაკე სივრცე, საკონფერენციო სივრცე და ყველაზე მნიშვნელოვანი შენარჩუნებული გვაქვს და აღდგენილი მეფე ერეკლეს დროინდელი ქვევრები, რომელსაც სხვა ფორმა და მოყვანილობა აქვს. და აქ დაწურული ქისი და საფერავის სხვა არომატს ძენს. ტურიზმის ეროვნულ სააგენტოში რეგიონის განვითარებაზე, ადგილობრივების დასაქმებასა და ეკონომიკის ზრდის ახალ შესაძლებლობებზე საუბრობენ. რამდენიმე ტიპის მნიშვნელობას აერთიანებს, ასე ვთქვათ, რამდენიმე ტიპის ტურისტების მიყვანა შეუძლია. ერთი ეს არის სპორტული კომპლექსი და სპორტული სავარჯიშო დარბაზი, სადაც ასევე ეგრეთ წოდებული შეკრებების გამართვის შესაძლებლობა არის, ასევე აღსანიშნავია, რომ ავთენტური ქართულ მოტივებზე შესაძლებელია იყოს შემეცნებითი ტურები. მთლიანობაში ძალიან საინტერესო განსხვავებული შეთავაზება არის ტურისტებისთვის, ისევე როგორც ადგილობრივებისთვის და ხაზგასმულია ის ფაქტი, რომ სრულად ადგილობრივი მოსახლეობა არის დასაქმებული. ტურიზმის ეროვნული ადმინისტრაცია ინფოტურებს მთელი წლის განმავლობაში საქართველოს სხვადასხვა რეგიონში ატარებს. მიზანი ქვეყნის პოპულარიზაცია და ვიზიტორებისთვის ნაკლებად ცნობილი ადგილების აღმოჩენაა. ასეთი იყო კურიერი 9 საათზე, დარჩით რუსთავი 2-ზე, წინ გელოდებათ გადაცემა 100 მღერიან საქართველოში. ნახვამდის.